ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ჩინეთში, ხო? მოეწერა იქ სტრატეგიულ დოკუმენტს ხელი. რას ვცდილობთ, თუნდაც ახალ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყანა, რომ ხვალინდელი დღე უფრო კარგი იყოს, ვიდრე დღეს არის. ადამიანებს ხო ხშირ შემთხვევაში ამ პოლიტიკური დაპირისპირებების იქით აინტერესებთ რა იქნება ხვალ. პირველ რიგში მე მინდა ქალბატონ ნათიას მადლობა გადაუხადო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად გაიხსნება სივრცე ჩინური ინვესტიციებისთვის და ჩინური ფინანსებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მერე გაუგთა ფაქტურად ვიზო მიმოსვლა, დაიწყო პირდაპირ ფრენები, გაიზარდა მობილობა და მისვლა-მოსვლა, ასე ვთქვათ, მათ შორის ტურისტული ნაკადებიც და ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს ბანკებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, როცა უმსხვილესი ბანკები შემოდის, ეს გაზრდით ჩვენს ქვეყანაში კონკურენციას, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს საბანკო სისტემაზე, თქვენ იცით, რომ სესხები მათ შორის არის ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელი უამრავი პროგრამა სახელმწიფოს, სწორედ მაგის გამო სახელმწიფომ დაფაროს სესხები, რომ ბიზნესმა, ასე ვთქვათ, იაფი ფული მიიღოს და რა თქმა უნდა ეს კონკურენცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამას გულისხმობს. თუ ვაწერთ ხელს და მეგობრობთ, მაშინ ეს უნდა ისახოს ყველაფერში, ეკონომიკაშიც, ფინანსებშიც, ფრენებშიც, ვიზო მიმოსვლაშიც და რა თქმა უნდა ხალხებს შორის ურთიერთობაში და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ზოგადად საბანკო სისტემა და ციფრული საბანკო სისტემა ძალიან ვითარდება. გახსოვთ თქვენ იგივე ხმაური ატეხეს რაღაცა ვიზას და მასტერკარდის ბარათებს და ისიც ვერ გაერკვნა ღია ბანკი იგი რას ნიშნავს და როგორ არის. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თავარი უნდა იცოდეთ ჩვენმა მოქალაქეებმა და ვიცით რა თქმა უნდა, რომ ჩვენი თავარი სიმდიდრე არის ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, ის ადგილი, რაც ჩვენ მიწაწყალი უფალბაგვის ბოძა და რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლდაცემლით აქამდე მოიტანეს და რაც უფრო მეტი ქვეყნის, მეტი ეკონომიკური ინტერესი იქნება მეტი უსაფრთხოება. არა მარტო სამუშაო ადგილები, არა მარტო იაფი ფული ან წინსვლა ეკონომიკაში შემოსავლები და განვითარება და ასე შემდეგ, არამედ უსაფრთხოება. და როცა ჩვენ დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ იგივე ჩინეთი და ევროკავშირი სწორედ შუადერეფნით დაკავშირდეს და ეს შანსი ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იგივე მწვანე ეკონომიკის მიმართულებით და ბევრი სხვა რამე ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ერთის მხრივ ჩვენ ქვეყანაში იყოს ძალიან ბევრი ინტერესი, ჯანსაღი ინტერესი სხვა სახელმწიფოების, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება მოიტანს მხოლოდ განვითარებას და ეს ერთ-ერთი მაგალითია ეროვნული ბანკის და ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობები, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა საინტერესო პროექტი, ინვესტიცია ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში და მთავარია ჩვენ ახლა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ იმას, რასაც ყველაზე მეტად ებრძვიან, არა მარტო ქვეყნის გარედან, არამედ მათ შორის სამწუხაროდ ოპოზიცია და ეს ადამიანები, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მადლობა რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.